რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უნდობლობა გამოუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოკითხვაზე არ მივიდა და მოითხოვა, რომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენებით სასამართლოს მეშვეობით დაიკითხოს. მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ექსპერტიზამ ამ ქვეყანაში ფასი დაკარგა და ამ კვირას 3:30-ზე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მიტინგი დააანონსა, სადაც მისვლისკენ მოუწოდა ყველას, ვისაც მოსწონს ან არ მოსწონს რუსთავი ორი. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან მამუკ ახვლედიანთან საუბრის ჩანაწერსაც გამოეხმაურა, რასთან დაკავშირებითაც ის დღეს კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული. გვარამიას თქმით, ეს საუბარი საათნახევარს გრძელდება, მისი ჩაწერილია და სამ პირს შორის მიმდინარეობდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, მესამე პირი ვის ვინაობასაც ჯერჯერობით საინუმლოდ ინახავს, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანია, ხოლო თვითონ თანხაზე არა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს ელაპარაკება, რომელმაც გაუმხილა, რომ ხელისუფლება რუსთავი ორის მოგუდვას ვალების მეშვეობით აპირებდა. კიდევ ერთხელ გულისხმიერად მოусმინეთ 70 წუთს და თქვენ მიხვდებით, რომ იქ საუბარი მიდის სამ ადამიანს შორის და მათ შორის მილიონზე, აი ამას დააკვირდით კარგად, მივმართავ მესამე ადამიანს. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ ძალიან გულისხმობით მოусმენთ, შეიძლება უფრო მეტი გაიგოთ, ვიდრე აქამდე იცოდით. ავთენტური როგორ იქნება მესამე ადამიანის ხმა არ ისმის, სწორედ იმიტომ, რომ შტაბეჭდილება დარჩეს, რომ ჩემსა და ახვლედიანს შორის არის ეს საუბარი. მე გამოკითხვაზე არ მივდივარ. მე არ ვენდობი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე არ ვენდობი იმ სამინისტროს, რომელიც აყალბებს ექსპერტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ დაკითხვას ჩემსა სასამართლოს მეშვეობით. კვირას 3:30-ზე ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან რუსთაველზე. ვიდგებით იქ ყველანი როგორც ერთი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. პალატაში გადაყვანის შემდეგ პატრიარქმა პირველი კომენტარი გააკეთა, როგორც მან განაცხადა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქართველ ჟურნალისტებს პატრიარქის პალატაში გადაღების უფლება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მისცა. ოპერატორებს ოპერაციის შემდეგ უწმინდესის პირველი კადრების გადასახებად 1 წუთი მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ილია მეორე სამშობლოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. უწმინდესობა ჯანმრთელობწანდება, კარგად გნობს თავს, თქვენ თვითონ ნახეთ და დაველოდებით ექიმების პასუხს, როდის მოგცემენ დასტურს, რომ უწმინდესი საქართველოში სამშობლოში დაბრუნდეს. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ყველაფერი არის რიგზე, რამდენადაც შესაძლებელია და ოპერაციის წინააღმდეგ ჩვენება და ამ მეთოდის წინააღმდეგ ჩვენება არ იყო არაფერი გულსიცოცხლეთა სისტემის მხრივ. ყველაფერი ტყუილია, ჩემი შვილის სიცოცხლის ფასად დაიცავდა პატრიარქს. ასე ეხმაურება დაკავებული მამა გიორგი მამალაძის დედა მისი შვილის მიმართ დაყენებულ ბრალს. დაკავებული სასულიერო პირის დედა ამბობს, რომ მამა გიორგის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება. მისი თქმით, დეკანოს პატრიარქი იმდენად უყვარს, რომ მისი გულისთვის შეეძლო თავისი სიცოცხლეც კი გაეწირა. ქეთევან მაღლაკელიძე აცხადებს, რომ ყველაფერს ტელევიზიის საშუალებით იგებს. მამაოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა ჰქონდა, რითაც ძალიან დაკავებული იყო და თითქმის გადავარდნილი იყო ოჯახიდან. ოჯახი იდგა თავის სიმაღლეზე და ეხლა რაც დადო სახალხო დამცველმა, აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი რახან ითხოვს ოჯახის ასე იმათ დაცვა, უსაფრთხოდ ყოფნას, აღმოჩნდა და ალბათ იყო რაღაც საფუძველი. ახლა მამაო არ მინდა ისიც გამოვიდეს, რომ აი თქვა ჩემი შვილია და ხო იცით მშობლები ყველაზე მეტად, მაგრამ არ არის ახლა ესეთი უტვინო, რომ ამას ჰაერში ისროდეს ამ სიტყვებს. რუსთავის აზოტის საწარმოსთან აქცია გრძელდება. სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშებს ყირგიზეთის, ბელორუსის, სომხეთის პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიულ სფეროში დასაქმებული გლობალური კავშირის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
შეკრებილების განცხადებით პროტესტი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ 350 მუშა სამსახურში უპირობოდ არ დაბრუნდება და მათთან არ გაფორმდება მუდმივი სამუშაო ხელშეკრულებები, პერმანენტული დემონსტრაციები გაგრძელდება.